თელავია? აშკარად თელავია. თინათინ რევაზიშვილი ინჟინერი თელავიდან ეს კითხვაც არ გათამაშდა წინა ოთხევად ბაციკაძის სექსუალის თამაშს. მეორე კითხვა, მეორე კონვერტი გადმოვიდა. ილია ამბობდა, ბატონ თემო, ბაბასკი, რომ ეს იგივე სკოლაა, რომელიც ცხოველის სურათებით ელაპარაკება კაცის გულსა და ჭკუასა. იგი ამ თვისებით კაცის გონებაზეთ უფრო მედგრად მოქმედობს, ვიდრე სხვა რამე. ამ ხრით არის იგი სანატრელი. ამ ხრით არის იგი კაცის გრძნობისა და ჭკუის გამაფაქიზებელი, გამწმენდელი. ის ხალხის მწვრთნელი, ხალხის გამზრდელი უნდა იყოსო. ყურადღება შეკითხვა. ბატონ ლექსო. რის შესახებ საუბრობდა ასე 1879 წელს ილია ჭავჭავაძე. დრო ცხოველი რაღაცა რა. ილია იყო ქართული თეატრის განახლების ერთ-ერთი შესაბამისი. სანატრელი, გამწმენდელი, გამაფაქიზებელი და ხალხის გამზრდელი. ცხოველი მაგასიანიშა, ცხოველი ანუ ცხოველი ანუ ჟუი კაცი. ხო, აი ეგ რა. კიდევ რამე რელიგია სახვარ შეიძლება იყოს დაკავშირებული რამე, რელიგიასთან? არა მგონია. რელიგიასთან მაშინ განწმენდა. 1919 რამე არის თეატრთან? კი, მე მგონი განახლების აღდგენის წელი. აი იყო ერთი კითხვა რაღაცაზე თეატრზე 1919 არ იყო ეს. საუბრის პოპულარიზატორი იყო რა მაგ. შეიძლება რა იყო ისი მაგათ ქონდა აღდგენის კონცეფცია ქონდა ფაქტია. არ არის თქვა. უნივერსიტეტი არ ელაპარაკება. მე მგონი თეატრი კიდე რას დრო ამოიწურა ბატონო დავით. გაიჟღერა სწორმა ვერსია. ვინ უპასუხებს? ნიკა აგლაძე შეეცდება რომ ანუ ბოლო ისმინეთ ჩემი ვედრება და აგლაძეს ადრე პასუხის უფლება? კი არა, აგლაძეს მე ყოველთვის ვენდობოდი. ბატონო წამყვანო. ბატონო ნიკა აგლაძე. ბატონო სამი სწორი ვერსიის ავტორი. გავიგოთ ხო მეოთხე ვერსიაც სწორი იყო თუ არა. რის შესახებ საუბრობდა 1879 წელს ამგვარად ილია ჭავჭავაძე. რამდენადაც მახსოვს, ილია ჭავჭავაძე იყო ქართული თეატრის განახლების პირველი დადგმის 50-იან წლებში პირველი დადგმის შემდეგ განახლების ერთ-ერთი ინიციატორი, როგორც ბევრი საქმისა და ამდენად ალბათ თეატრზე. ყურადღება სწორი პასუხი. ცხოველის სურათებით ელაპარაკება კაცის გულსა და ჭკუასა. იგი ამ თვისებით კაცის გონებაზეთ უფრო მედგრად მოქმედობს ვიდრე სხვა რამეო. ილიას ხედავში ჰქონდა განახლებული ქართული თეატრი. 1879 წელს თბილისში მოწინავე საზოგადო მოღვაწეების ჯგუფმა ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთლის ხელმძღვანელობით ქართული პროფესიული დრამატული თეატრის გახსნას მიაღწია.